მოგესალმებით დარიელ, საკმაოდ ხმაურიანი თემა, ლევან ჯანგველაძის კვლევების საქმე და გისმენთ და შემდეგ გადავალთ კითხვების ნაწილზე. მოგესალმებით. მოგეხსენებათ, რომ 2025 წლის 14 მარტს ქალაქის ცენტრში ჭავჭავაძის ქუჩაზე მოკლეს ლევან ჯანგველაძე. მას შემდეგ უკვე საკმაოდ დიდი დრო გავიდა, გამოძიება მიმდინარეობს. საგამოძიებო მოქმედებები, მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები არის ჩატარებული და მოცემულ საქმეზე მე ვიცავ დაზარალებულის გარდაცვლის ოჯახის ინტერესებს. საკმაოდ დრო გავიდა იმისათვის, რათა საზოგადოებამ მიიღოს პასუხი ძალიან მნიშვნელოვან კითხვებთან დაკავშირებით. ჩვენ აქამდე არანაირი პრესკონფერენცია არ ჩაგვიტარებია, არც ერთ კითხვაზე, როგორც დაზარალებულის ადვოკატს მე საჯაროდ პასუხი არ გამიცია და ახლა კი ნამდვილად არის ამ კითხვებზე პასუხის გაცემის დრო. მოგეხსენებათ, რომ პირი, რომელმაც განახორციელა აღნიშნული ქმედება, რომელმაც 14 ჯერ ესროლა ლევან ჯანგველაძეს არის დაკავებული, ის არის პასუხისგებაში მიცემული და აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენ არანაირი შეკითხვა არ გვაქვს. ანუ დაზარალებულის ოჯახი დარწმუნებულია, რომ 100%-ით დგინდება აღნიშნული დანაშაულის უშუალოდ ჩამდენის ვინაობა. ანუ აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენ თავიდან ბოლომდე ვეთანხმებით გამოძიებას. აღნიშნული დაფიქსირებული არის ვიდეო კამერის ჩანაწერებში. მოგეხსენებათ, რომ მკვლელობის ჩამდენი პირი არ მალავდა სახეს და უამრავმა ვიდეომ დააფიქსირა ის. მეორე შეკითხვა და ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენთვის არის თუ ვინ შეუკვეთა აღნიშნული მკვლელობა და საერთოდ არის თუ არა მკვლელობა შეკვეთილი. და ასევე ვინ არის ის პირი, ან ვინ არიან ის პირები, ვინც ასევე მონაწილეობდნენ აღნიშნული მკვლელობის ჩადენაში, ვინც ეხმარებოდა ამ პიროვნებას, პასუხისგებაში მიცემულ პიროვნებას გელაუძილაურს ამ დანაშაულის ჩადენაში. რა თქმა უნდა, ოჯახისთვის, დაზარალებულის ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის სწორედ ამ კითხვებს გაიცეს პასუხი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის შეკვეთის საკითხი. მოგეხსენებათ, რომ საქმეში, რა თქმა უნდა, არსებობს უკვე საკმაოდ ბევრი მტკიცებულება, მაგრამ ეს მტკიცებულებები ადასტურებს მხოლოდ და მხოლოდ იმას, თუ ვინ განახორციელა უშუალოდ დანაშაული. მაგრამ ის თუ კონკრეტულად ვინ არიან ეს ადამიანები, ვინც ეხმარებოდა მას, ანუ ვინ არის ასევე ის ადამიანი, ვინც შეუკვეთა მკვლელობა, ეს ჯერ კიდევ დადგენილი არ არის. რატომ ვართ დარწმუნებული იმაში, რომ ეს არის შეკვეთილი მკვლელობა და გელაუძილაურს საკუთარი პირადი გადაწყვეტილებით, პირადი მოტივით არ ჩაუდენია ეს დანაშაული. სანამ ამ კითხვაზე დეტალურ პასუხს გავცემ, მანამდე მინდა ძალიან მოკლედ ქრონოლოგიურად მოგახსენოთ თუ რა მოხდა 14 მარტს. ყველაფერი დაიწყო კონკრეტულ დღეს, როდესაც გელაუძილაურმა დატოვა ვაზისუბანი, ეს არის ადგილი, სადაც ეს ადამიანი ცხოვრობს, ტაქსით და ტაქსის თხოვა, რომ წაეყვანა საბურთალოს ტერიტორიაზე. როდესაც მივიდნენ საბურთალოს ტერიტორიაზე, კერძოდ უნივერსიტეტის ქუჩაზე, უცებ მოულოდნელად ტაქსის ხორს ეკითხება და სთხოვს, რომ შეუხვიოს ეკლესიასთან, სასაფლაოებთან და იქ რაღაც ქვის საამქროში აქვს საქმე. რა თქმა უნდა, მას არანაირი საქმე ქვის საამქროში არ ჰქონდა, ის ჩადის ვერეს ხეობაში, თვითონ ჩადის ვერეს ხეობაში, იქ სავარაუდოდ იღებს მკვლელობის იარაღს და ასევე ტოვებს გარკვეულ ნივთებს და ამოღებულიც კი არის ეს ნივთები საგამოძიებო ორგანოს მიერ უკვე მოგვიანებით და ფეხით გადადის ვაკეში. ის ჯერ გადადის მოსაშურის ქუჩაზე და მოსაშურის ქუჩიდან ის უკვე გადადის ჭავჭავაძის ქუჩაზე. ანუ სანამ ლევან ჯანგველაძე გამოჩნდება ვაკეში ჭავჭავაძის ქუჩაზე, დაახლოებით 2 საათით ადრე გელაუძილაური უკვე იქ იმყოფება. ანუ მიუხედავად იმისა, რომ ის გარდაცვლილს დაზარალებულს არ მიყვებოდა, ის ვიღაცისგან იღებდა ინფორმაციებს იმასთან დაკავშირებით, თუ როდის უნდა ჩამოფრენილიყო თბილისში, როდის უნდა ყოფილიყო აეროპორტში, როდის უნდა დაეტოვებინა აეროპორტი და როდის უნდა მისულიყო ჭავჭავაძის ქუჩაზე. ანუ ის უკვე იღებდა ინფორმაციებს და ის იყო მომზადებული ყველა ამ ნაბიჯთან დაკავშირებით. და საინტერესო რა არის, დაახლოებით 2 საათის შემდეგ ლევან ჯანგველაძე გამოჩნდება ჭავჭავაძის ქუჩაზე, ის მიდის თავისი მეგობრის პანაშვიძე და საინტერესო ის არის, რომ აღნიშნული ჩამოსვლაც იყო გასაიდუმლოებული და წესით გელაუძილაურს
არ უნდა ქონოდა ინფორმაცია, მაგრამ ვიღაცა მას ინფორმაციები მიაწოდა აღნიშნულთან დაკავშირებით და ჭავჭავაძის ქუჩაზე პირველი პირი, ვისაც შეხვდება და ვისაც გამოელაპარაკება, არის გელა უძილაური, სავარაუდოდ რაღაცას ეკითხება. ამ დროს უკვე გაშორდება მას და გელა უძილაური აკეთებს გარკვეულწილად საეჭვო და საინტერესო მოქმედებას, ის ცდილობს თითქოს იარაღის ამოღებას, მერე უცებ გადაიფიქრებს, ჩანს რომ ვიღაცასთან არის კონტაქტზე, ვიღაცას ეკომუნიკაციება და ემესიჯება და შემდეგ ის გაიკეთებს სათვალეს. დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში ლევან ჯანგველაძე თავის თანხმლებთან ერთად იმყოფება პანაშვიდზე 40 წუთის შემდეგ. ის გამოდის ისევ ჭავჭავაძის ქუჩაზე და ამ დროს უკნიდან მიეპარება და ახორციელებს 14 გასროლას ლევან ჯანგველაძის მიმართ, ასევე დაიჭრება მისი მძღოლიც ერთ ადგილას და ამის შემდეგ ეს ადამიანი გადადის უკვე ფეხით კეკელიძის ქუჩაზე, აჩერებს ტაქსის და ტაქსით მიდის უკვე ვაზისუბანში. საინტერესო რა არის? საინტერესო არის ასევე ის საკითხი, რომ ვიღაცა იძახებს ტაქსის კონკრეტულ ადგილას ვაზისუბანში, კონკრეტულ ადგილას, შემდეგ ამ გამოძახებას აუქმებს და ამ დროს უცებ ტაქსისთან აღმოჩნდება გელა უძილაური, რომელიც ჩაჯდება და სთხოვს რომ წაიყვანოს ქარელში, რაღაც საქმე აქვს. მიდიან ქარელში და ქარელშიც უკვე გელა უძილაური კონკრეტულ პირს ან კონკრეტულ პიროვნებებს ესაუბრება, აქვს მასთან რაღაც კომუნიკაცია, ემესიჯება, გადმოდის მანქანიდან და შემდეგ უკვე როდესაც ტაქსის მძღოლს ესაუბრება, ეუბნება რომ მე უნდა წავიდე აქედან, მე ვერ გავჩერდები ქარელში. ანუ მან უკვე შეიცვალა თავისი ტაქტიკა და მან გადაწყვიტა რომ წავიდეს ყინწვისში და ეუბნება რომ სულ წაიყვანოს ყინწვისში და ამის შემდეგ ისინი წავდნენ უკვე ყინწვისში. ანუ რა არის აქ მნიშვნელოვანი და საინტერესო საკითხი, რომ ის ეუბნება თავიდან ტაქსის მძღოლს რომ სულ ქარელში წავიდეს, ნამდვილად გადაწყვეტილი აქვს ქარელში წასვლა და უცებ მოულოდნელად ვიღაცასთან კომუნიკაციის შემდეგ გადაიფიქრებს ქარელში დარჩენას და გადაწყვეტს რომ წავიდეს სასწრაფოდ ყინწვისში. ეს არის ძალიან მოკლე მონათხრობი იმ დღის. შემდეგ რამდენიმე დღის შემდეგ დააკავეს. ჩვენ არ ვიცით ყინწვისში რამდენი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა, არანაირი ინფორმაცია არ აქვს, აქვს მასალებით ეს არ დგინდება. ჩვენ არ ვიცით ვისთან ჰქონდა იქ ურთიერთობა ყინწვისში გელა უძილაურს. ჩვენ არ ვიცით ვინ წაიყვანა თბილისში, როგორ აღმოჩნდა კონკრეტულ ქუჩაზე, ბერიაშვილის ქუჩაზე, სადაც ის დააკავეს. დაკავება არ არის გადაღებული. რაც შეეხება იმ კითხვაზე პასუხს არის თუ არა ეს მკვლელობა შეკვეთილი, ჩვენი პოზიცია არის ისეთი, რომ ეს არის შეკვეთილი მკვლელობა და გელა უძილაურს თვითონ თავისით ეს გადაწყვეტილება არ მიუღია, არანაირი პირადი მოტივი არ არსებობდა, არანაირი კონფლიქტი მათ არ ქონიათ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არა თუ კონფლიქტი, არამედ არანაირი ურთიერთობა, არასდროს არანაირი გადაკვეთა ლევან ჯანგველაძესა და გელა უძილაურს შორის არ ყოფილა. შესაბამისად, შეუძლებელი და წარმოუდგენელია, რომ მაშინ როდესაც არანაირი გადაკვეთა მათ ერთმანეთთან არ ქონიათ, პირადი მოტივით ჩაედინა აღნიშნული დანაშაული, დაეგეგმა აღნიშნული დანაშაული გელა უძილაურს. ეს არის უბრალოდ წარმოუდგენელი. კიდევ რა არგუმენტები ამყარებს იმ მოსაზრებას და მე ჩამოვთვლი ძალიან მოკლედ ამ არგუმენტებს, რომ ეს არის ნამდვილად შეკვეთილი მკვლელობა და არა რაღაც პირადი მოტივი და ასე შემდეგ. მისი ჩამოსვლა, როგორც მოგახსენეთ, იყო ლევან ჯანგველაძის ჩამოსვლა იყო გასაიდუმლოებული, თუმცა გელა უძილაურმა ამის შესახებ იცოდა და გელა უძილაური იღებდა ინფორმაციას ყველა იმ ნაბიჯთან დაკავშირებით, რასაც იმ დღეს დგამდა ლევან ჯანგველაძე. ის იღებდა ვიღაცისგან ინფორმაციას. შემდეგი ვიდეო ჩანაწერებით, რომელიც მრავლად არის საქმეში, უთყუარად გინდება, რომ გელა უძილაური ყველა თავის ნაბიჯს ათანხმებს სხვა პირთან, ან სხვა პირებთან. ის ემესიჯება სხვა პირებს, ის ესაუბრება სხვა პირებს და ამის შემდეგ უკვე გადადის კონკრეტულ ქმედებებზე. შემდეგი საკითხი არის ის, რომ სავარაუდოდ ვიღაცის დადებული იარაღს იღებს ვერესხეობაზე, როდესაც ჩადის და ვიღაცის დადებულ ნივთებს იღებს იქ. ამიტომ რა თქმა უნდა აქედანაც ჩანს, რომ მას ვიღაც ეხმარება, ვიღაც დაეხმარა ამ ყველაფრის დაგეგმაში. ასევე რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ ვიღაცა სულ სხვა პიროვნება და გაურკვეველია ჩვენთვის და ეს აუცილებელია დადგინდეს, ეს არის ჩვენი კატეგორიული თხოვნაც და მოთხოვნაც საგამოძიებო ორგანოს მხრიდან დადგინდეს კონკრეტულად
პატეფის ქუჩაზე, სადაც ჩაუჯდა ტაქსის გელა უძილაური და წავიდნენ ქარერში, ვინ არის ის პიროვნება, ვინც იძახებს ტაქსის კონკრეტულ ქუჩაზე და შემდეგ როდესაც ამ ქუჩაზე გელა უძილაური აღმოჩნდება, აღნიშნულ მოთხოვნას აუქმებს. ანუ ამ პირის დადგენა შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად, სრულიად შესაძლებელია, რომ პირი ვინც ის გააკეთა, უბრალოდ ხელს უწყობდეს გელა უძილაურს უკვე მიმალვაში. და მტკიცებულებების განადგურებაში მოგახსენეთ, რომ იარაღი არ არის ამოხებული მკვლელობის იარაღი და ასევე რაც ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულება იქნებოდა, არ არის ამოხებული ის ტელეფონი, რომელსაც იმ დღეს მათ შორის დანაშაულის ჩადენის დროსაც გელა უძილაური იყენებდა და აშკარად ჩანს ვიდეო კამერის ჩანაწერებში კონკრეტულ ქმედებებს, სხვა პირებს უთანხმებს და სხვა პირების დავალებით მოქმედებს. და შემდეგ ასევე დასადგენი არის და აბსოლუტურად დადგენილი არის ეს უამრავი მტკიცებულებით თუ სხვა პირებთან ქონდა კომუნიკაცია და ათანხმდა კონკრეტულ ქმედებებს და საინტერესო რა არის ქარელში, როდესაც იმყოფება ვიღაცა სხვა პირმა, ვისაც ის ესაუბრება, შეაცვლევინა უკვე მარშრუტი და გადააწყვეტინა, რომ დატოვოს ქარელის ტერიტორია და წავიდეს ყინწვისში. დასადგენი არის ასევე, ვინ არის ეს პიროვნება, ვისთანაც მას კომუნიკაცია ჰქონდა. აშკარა არის და აბსოლუტურად ყველა მტკიცებულება დღეისათვის უკვე იმაზე მიუთითებს, რომ ეს არის შეკვეთილი მკვლელობა. თუმცა პასუხი კითხვაზე, ვინ შეუკვეთა მკვლელობა, ჯერ კიდევ არ არის გაცემული, ამის დამადასტურებელი არც ერთი მტკიცებულება ჯერჯერობით საქმეში არ არის. კონკრეტული პირის სახელი და გვარის თქმა და ასე კატეგორიულად მტკიცება, მაშინ როდესაც ამის უტყუარი მტკიცებულება არ არსებობს, არის წარმოუდგენელი და იქნება უბრალოდ არასწორი განსაკუთრებით ჩემი მხრიდან, როგორც ადვოკატის მხრიდან და ეს იქნება უბრალოდ ჭორაობა, ყველა ჩემი პოზიცია, ყველა ჩემი დასკვნა და ყველა ჩემი მოსაზრება უნდა გამომდინარეობდეს და გამომდინარეობს კიდეც კონკრეტული მტკიცებულებებიდან, მაგრამ ის რომ ხელი დავადო კონკრეტულ პიროვნებას, ან კონკრეტულ პიროვნებებს, ეს არის წარმოუდგენელი და ეს არის შეუძლებელი. და მე ახლა ვსვამ კიდევ მნიშვნელოვან საქმეს. რატომ გადაწყვიტა და კიდევ რა აჩენს ეჭვებს უკვე აღნიშნულ მკვლელობასთან დაკავშირებით, რომ სავარაუდოდ სხვა პირები ეხმარებოდნენ მას. ის წავიდა ქარელში, მაშინ როდესაც გელა უძილაურს ქარელთან არანაირი კავშირი არ აქვს, არ ყავს ქარელში არც ნათესავები, არც რაიმე უძრავი ქონება აქვს ქარელში, სადაც შეიძლებოდა ის ყოფილიყო, არ ყავს მაინც და მაინც ახლობლები ქარელში და არანაირი კავშირი ამ ადამიანს ქარელთან არ აქვს. მაგრამ ის სასწრაფოდ პირველი რაც გააკეთა იყო ის, რომ ის წასულიყო ქარელში და ამ დროს მას უკვე სხვასთან ჰქონდა კომუნიკაცია, რომელმაც უკვე დაატოვებინა ადგილი. ჩვენი ვარაუდით, ეს არის უბრალოდ ვარაუდი ამ შემთხვევაში, დასაბუთებული ვარაუდი, რომელიც გამომდინარეობს მტკიცებულებებიდან, ის აპირებდა სახელმწიფოს ის აპირებდა სავარაუდოდ ჩვენს არაკონტროლირებულ ტერიტორიებზე, ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლა და სწორედ ამიტომ მივიდა იმ ადგილთან, სადაც არის საოკუპაციო ხაზი. შემდეგ სავარაუდოდ ის უკვე გადააგდეს, ის უბრალოდ მას აღარ გაუწიეს დახმარება საშუალო გადაკვეთაში და უთხრეს რომ დაეტოვებინათ კონკრეტული ადგილი და ამის შემდეგ ის ტოვებს უკვე კონკრეტულ ადგილს. ასევე საინტერესო რა არის, რაც ასევე გვაფიქრებინებს, რომ შესაძლოა ვიღაც მას ეხმარებოდა, არის ის, რომ ეს ადამიანი აღნიშნულ სასტიკ დანაშაულს ჩადის კამერების წინ. მან კარგად იცის, რომ უამრავი კამერა აფიქსირებს მას, არ უკეთია ნიღაბი. მოგეხსენებათ, როდესაც დანაშაულის ჩამდენ პირის ნიღაბი უკეთია, მისი იდენტიფიცირება გარკვეულ დროს მოითხოვს და მისი ცხელკვარზე დაკავება ამ დროს არის ძალიან რთული. როდესაც ნიღაბი უკეთია. როდესაც ადამიანს ნიღაბი არ უკეთია და ყველა კარგად ხედავს მას, მის სახეს არჩევს, მისი ცხელკვარზე დაკავება ბევრად უფრო მარტივია. თან წარმოიდგინეთ, ეს ყველაფერი ხდება ქალაქის ცენტრში, ვაკეში, ჭავჭავაძის ქუჩაზე. რატომ არ ეკეთა ამ ადამიანს ნიღაბი? თუ მას არ ქონდა იმის გარკვეულწილად გარანტიები ან მოლოდინი, რომ მას არ დააკავებდნენ, მანამ სანამ თბილის დატოვებდა. წარმოიდგინეთ, მისი ცხელკვარზე დაკავება როგორ მნიშვნელოვანი იქნებოდა. ამოღებული იქნებოდა იარაღი, დანაშაულის ჩადენის იარაღი და ამოღებული იქნებოდა ტელეფონი, რომელთაც მას კომუნიკაცია ჰქონდა უამრავ ადამიანთან, როგორც სატელეფონო, როგორც ურეკავდა მას, ასევე მას ურეკავდნენ ჩანს ეს ვიდეო კამერის ჩანაწერებში და ემესიჯებოდნენ მას. რა თქმა უნდა, ყველა მტკიცებულების ამოღება ფაქტობრივად დაგვეხმარებოდა იმაში, რომ უტყუარად დადგენილიყო, ვინ არიან ის პირები, ვინც მას ეხმარებიან და ვინც მკვლელობა შეუკვეთა. თუმცა
ის რატომღაც დარწმუნებული იყო იმაში, რომ მას არ დააკავებდნენ თბილისში, მისი დაკავება არ მოხდებოდა, ამის მოლოდინი ჰქონდა რატომღაც, ის ტოვებს უპრობლემოდ ქალაქის ტერიტორიას და კიდევ ერთხელ მიმეორებ, მისი კვალი იკარგება ყიჩვისში ისე რომ ჩვენ არ ვიცით იქ რამდენი ხანი იყო, რამდენი საათი იყო, რამდენი დღე იყო, როდის დაბრუნდა თბილისში და ჩვენ ასევე არ გვაქვს მისი დაკავების ჩანაწერები. კი ბატონო, შეიძლება დაკავება მოხდეს ისეთ ადგილას, სადაც კამერები არ არის, მაგრამ იმ ადგილზე როგორ მივიდა? მანქანით მივიდა, ფეხით მივიდა, ვინმე სხვა პიროვნება მიიყვანა მანქანით, სხვა პიროვნება დაეხმარა რომ იმ ადგილზე მისულიყო. ჩვენ არაფერი აღნიშნულთან დაკავშირებით არ ვიცი, ჩვენ უტყუარი და დამაჯერებელი ნეიტრალური მტკიცებულებები ამ ყველაფერთან დაკავშირებით არ გვაქვს. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, დაზარალებულს ოჯახისთვის აჩენს გარკვეულ ეჭვს, ჩემთვის როგორც დაზარალებულის ადვოკატისთვის აჩენს უამრავ ეჭვს და უამრავ შეკითხვას, კითხვებს, რომელზეც პასუხი დღემდე არ არის გაცემული. ფორმაში ამბობთ, რომ ეს არის შეკვეთილი მკვლელობა. თქვენ ან ოჯახს თუ აქვს გარკვეული ეჭვები, ვარაუდები ამ შეკვეთილი მკვლელობის უკან, ვინ შეიძლება ითქვას? თქვენ აღნიშნეთ, რომ ვერ იტყვით, რადგანაც არ გაქვთ დადასტურება, თუმცა ეჭვების დონეზე თუ შეგიძლიათ რამეს თქვა? მოგახსენებთ იმას, რომ ეს მკვლელობა არის შეკვეთილი მკვლელობა, ამას მიუთითებს უტყუარი, ნეიტრალური და დამაჯერებელი მტკიცებულებები. ეს ჩვენთვის საეჭვო ნამდვილად არ არის. მაგრამ რაც შეეხება იმას, თუ კონკრეტულად რომელმა პირმა, ვინ პირმა, სახელები და გვარებით შეუკვეთა აღნიშნული მკვლელობა, ამასთან დაკავშირებით მტკიცებულების გარეშე ვარაუდების გაჟღერება ჩემი მხრიდან, როგორც ადვოკატის მხრიდან, იქნებოდა აბსოლუტურად არასწორი. მით უმეტეს, რომ მოგეხსენებათ, რომ არაერთ სისხლის სამართლის საქმეში ვარ ჩართული და არაერთ საქმეში ვიცავ ბრალდებულის ინტერესებს და მე ძალიან კარგად ვიცი, თუ რა მტკივნეული არის ადამიანისთვის, როდესაც მას ედავებიან რაღაცას მტკიცებულებების გარეშე, ან როდესაც უდანაშაულო ადამიანს რაღაც კონკრეტული მძიმე დანაშაულის ჩადენას ედავებიან. ამიტომ მე უბრალოდ ჩემს თავს არ ვაკადრებ იმას, რომ კონკრეტული პირების სახელები და გვარები გავაჟღერო კონკრეტული ვარაუდების საფუძველზე. დღეისათვის აღნიშნული არ არის გარკვეული, ეს უნდა დაადგინოს საგამოძიებო ორგანომ და საქმეს სხვათა შორის ყავს კვალიფიციური პროკურორი, კვალიფიციური გამომძიებელი, საქმის გამომძიებელი, რომელიც მე არაერთ საქმეში შემხვედრია და მინახავს და ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ მიუხედავად იმისა, რომ ცხელკვარზე არ მოხდა, რატომღაც ეს ცალკე საკითხია, გელაუძილაურის დაკავება ცხელკვარზე არ მოხდა. უტყუარი მტკიცებულებები, რომის მოპოვება პირველივე დღეს შეიძლება და არ არის მოპოვებული, ჩვენ მაინც გვაქვს მოლოდინი, რომ ყველა საგამოძიებო მოქმედება ჩატარდება, გამოძიება ჩატარდება სრულყოფილად და პასუხი გაიცემა იმ კითხვებს, რომელიც თქვენ მე დამისვით, მე ჭორებს ნამდვილად ვერ აყვები და ჭორებზე ნამდვილად ვერ დავილაპარაკებ საზოგადოების წინაშე. მხოლოდ მტკიცებულებებით გამომდინარეობს, მხოლოდ მტკიცებულებებიდან გამომდინარეობს ჩემი ყველა მოსაზრება და ჩემი ყველა დასკვნა. ტარიელ, ხო, მე მაინტერესებს ესეთი კითხვა მაქვს, ანუ წერან თქვენ აღნიშნეთ ეს გადაადგილების მარშრუტი, ანუ გელაუძილაურის, რომ ვერეს ხეობაში ჩავიდა, თითქოს რაღაცა ქვის საამქროში და იქიდან აიღო იარაღი და ავიდა უკვე ვაკის ტერიტორიაზე უშუალოდ. საიდან იცოდა, რომ იმ მომენტში ზუსტად იმ დროს, როდესაც ის მიდიოდა ვაკის სამებაში, იმყოფებოდა ლევან ჯანგველაძე. ხომ არ შეიძლება ვთქვათ, რომ ლევან ჯანგველაძეს ამ დროს თავის მხრივ სხვები უთვალთვალებდნენ, რომლებიც ინფორმაციას აწვდიდნენ გელაუძილაურს. სწორედ ამას ვამბობ ჩვენც, რომ როდესაც ამ დროის განმავლობაში გელაუძილაური უკან არ დაყვებოდა ლევან ჯანგველაძეს. გელაუძილაური იყო სულ სხვა ადგილას და ლევან ჯანგველაძე მოძრაობდა სულ სხვა ადგილას. თუმცა ის იღებდა ყველა ინფორმაციას. შეუძლებელია მას მიეღო ასე დეტალური ინფორმაციები, თუ მას სხვა პირი ან სხვა პირები არ ეხმარებოდნენ. სწორედ ამით პასუხობ ჩვენ შემდეგ შეკითხვას. არიან თუ არა სხვა ადამიანები გარეული ამ დანაშაულში? თუ მარტო გელაუძილაური ჩადის ამ დანაშაულს? რა თქმა უნდა, პასუხი არის, რომ სხვა პირები მას ეხმარებიან და რა თქმა უნდა, პასუხი არის, რომ სხვა პირები მოსაძიებელია, შესაბამისი მტკიცებულებები არის მოსაპოვებელი და პასუხისგებაში არის მიცემული. აღნიშნული საკითხი ჩვენთვის საერთოდ არ არის საეჭვო, საკამათო და შემიძლია ცალსახად დავასკვნა, რომ გელაუძილაური მარტო ამ ყველაფერს არ აკეთებდა, მით უმეტეს პირადი მოტივით, როდესაც პირადი მოტივი უბრალოდ არ არსებობდა.